პატივცემულო ტელემაყურებლებო მოგესალმებით. მე გახლავართ ადვოკატი ზაზა ხატიაშვილი უფლებადამცველი. ეს არის ჩემი პირველი საავტორო გადაცემა, რომელსაც დავარქვით არასამართლიანი სასამართლო. ჩემმა საადვოკატო პრაქტიკამ, ჩემმა მოღვაწეობამ ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით, სასამართლო გადაწყვეტილებმა, ჩემმა მოგებულმა პროცესებმა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში გადამაწყვეტინა, რომ გამეკეთებინა ზემოთაღნიშნული გადაცემა. რათა საქართველოს უკეთ დაინახოს თუ რა პრობლემებია საქართველოს სასამართლო სისტემაში და რა უნდა გაკეთდეს, რომ საქართველოს ბოლოს და ბოლოს ეღირსოს სამართლიანი სასამართლო. როდესაც საქართველოს ხელი მოაწერა ევროპის საბჭოს და შეუერთდა ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციას, ხელი მოაწერა აღნიშნულ კონვენციას, ჩვენ უფლებადამცველებმა შვებით ამოვისურვეთ, რადგანაც ვფიქრობდით, რომ ევროპის ადამიანთა უფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი გავრცელდებოდა საქართველოს მოქალაქეებზე. კერძოდ, კონვენციის მე-3 მუხლი ყველა ადამიანს უფლებას აძლევს, რომ ისარგებლოს სამართლიანი სასამართლოს უფლებით, მიუკერძოებელი დამოუკიდებელი სასამართლოს მხრიდან. საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგ მუდმივად ბრძოლის რეჟიმში ვართ და საქართველოს ჩემი აზრით ვერ ეღირსა სამართლიან სასამართლოს. ამას მოწმობს საერთაშორისო ორგანიზაციების, ჩვენი მეგობარი სახელმწიფოების დასკვნები, რომ საქართველოში არის სასამართლო სისტემაში კლანური მმართველობა და ზოგიერთი მოსამართლე მოჰყვა ასევე სანქციების ქვეშ, რაც რა თქმა უნდა ქვეყნისათვის არის საკმაოდ მძიმე შედეგის მომტანი გადაწყვეტილება. როდესაც მე გავხდით ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, პატივცემულო ტელემაყურებლებო, ვიბრძოდი იმისათვის, რომ საქართველოს სამართლიანი სასამართლოს პრინციპი ბოლოს და ბოლოს დამკვიდრებულიყო. როდესაც სააკაშვილის რეჟიმი მოვიდა ხელისუფლებაში, სასამართლომ დაკარგა სრული დამოუკიდებლობა. სააკაშვილის რეჟიმამდე მე მინდა გავიხსენო ასეთვე პოზიტიური მოვლენა, თბილისის სააპელაციო სასამართლოში იყო ძალიან წესიერი ადამიანი დავით სულაქველიძე, სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე და თბილისის სააპელაციო სასამართლოში დაიწყო სამართლიანი სასამართლოს ჩასახვის პროცესი. იქმნებოდა პრეცედენტული გადაწყვეტილებები, მაგრამ როგორც მოვიდა სააკაშვილის რეჟიმი, ეს ყველაფერი დამთავრდა. მოსამართლეები შეითავსეს ჩემი აზრით ნოტარიუსის ფუნქცია, მოსამართლეები არ ტყავდნენ ბეჭედს, სასამართლოს ბეჭედს პროკურატურის მიერ შემოტანილ საბრალდებო დასკვნებზე და სასამართლო შევიდა ჩიხში. როდესაც სააკაშვილის რეჟიმი დამთავრდა და ბიძინა ივანიშვილი მოდიოდა ხელისუფლებაში, მათ განაცხადეს, რომ საქართველოს ეღირსებოდა სამართლიანი სასამართლო. მოწვლიდან რამოდენიმე კვირაში საქართველოს პარლამენტმა გაანთავისუფლა პოლიტპატიმრის სტატუსით დაკავებული ადამიანები და ჩვენ სამოქალაქო საზოგადოებამ მოითხოვეთ ყველა იმ მოსამართლეს და პროკურორის დასჯა, რომელიც მონაწილეობდნენ ამ პოლიტიკურ პროცესებში. თუ ხელისუფლება აღიარებდა და პარლამენტი რომ პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დევნა ხდებოდა და მიღებული იქნა პოლიტიკური სასამართლო გადაწყვეტილებები და ამის თაობაზე თვითონ პარლამენტმა აღიარა, რა თქმა უნდა მოხოლოდა იმ მოსამართლეების და პროკურორების დასჯა, რომლებმაც ამ უკანონო გადაწყვეტილებებში მიიღეს მონაწილეობა. ასევე ჩვენ ვითხოვდით, რომ ყველა ის პროკურორი, რომელთანაც მირბოდა საქართველოს მოქალაქე და თავის ქონება ჩუქნიდა სახელმწიფოს კეთილსიზმარცო ნახულობდა, ჩვენ გვახსოვს სააკაშვილის რეჟიმის ეპოქა და მთელი ქონება, რომელიც მონაგრებული ჰქონდა წლების განმავლობაში, რომელიც ცეცხლით ჰქონდა ნაყიდი, ჩუქნიდა სახელმწიფოს და ჩვენ შემდგომ ვიგებდით, რომ მათი შვილები, დიშვილები, ძმისშვილები, დედები, მამები პოლიციაში ყავდათ დაკავებული და თუ რომელიმე ადამიანი გადაიფიქრებდა და სახელმწიფოს არ აჩუქებდა ქონებას, მათი ოჯახის წევრები დაჯდებოდნენ საბრალდებო სკამზე. მოვიდა ივანიშვილის ხელისუფლება და ჩვენ ჩაგვესახა იმედი, რომ რაღაც სასამართლოს შეიცვლებოდა, მაგრამ ივანიშვილის ხელისუფლება გადაიქცა
სააკაშვილის რეჟიმზე უარეს რეჟიმად ჩემი აზრით და სასამართლო სისტემა მიდის ძალიან ცუდი მიმართულებით და დღითი დღე ეს არის ჩემი შეფასება სცილდება ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს პრეცედენტულ გადაწყვეტილებებს კონვენციის მე-6 მუხლიდან გამომდინარე. როდესაც ივანიშვილი მოვიდა ხელისუფლებაში და მინისტრი გახდა ქალბატონი თია წულუკიანი, მაშინ იგი ბრძანდებოდა ასევე გენერალური პროკურორი, მე მიამიტურა ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს და მეჯერა რომ საქართველოში რამე შეიცვლებოდა. ამიტომ ავდექი და ქალბატონ თია წულუკიანს მივწერე ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ აი ეს წერილი მე მინდა ვთქვა რომ პირველად ხდება ამის დემონსტრირება სატელევიზიო ეთერში, სადაც თია წულუკიანს წარუდგინე 100%-იანი ჩემი აზრით მტკიცებულება პროკურორისა და მოსამართლის მხრიდან ჩადენილი სავარაუდო დანაშაულის შესახებ. კერძოდ, თქვენ მოქალაქეებმა იცით, რომ საქართველოში რამოდენიმე წელი იწელება სისხლის სამართლის საქმეები. და მოქალაქეები ელოდებით ზოგჯერ წლები ჩატარებული სასამართლო გადაწყვეტილების შედეგად სამოქალაქო საქმეებზე მიღებულ გადაწყვეტილებას და სისხლის სამართლის საქმეებზე განაჩენის მიღებას. მე თია წულუკიანს 2011 წლის, აი მე მინდა ეს მეგობრებო, გაჩვენოთ 13 ნოემბერს წარუდგინე მტკიცებულება, რომ საქართველოს უზენაესმა სასამართლომ შეიძლება გაგეჩინოთ ახლა ვინც მიყურებს და საქართველოს სააპელაციო სასამართლომ ერთ დღეს განიხილა ერთი პირის მიმართ საქმე. უზენაესმა სასამართლომ გაუქმა და დააბრუნა უკან სააპელაციო სასამართლოში, იმავე დღით განიხილა სააპელაციო სასამართლომ და მე მინდა გითხრათ, რომ 9 გვერდიანი გადაწყვეტილება იყო გამოტანილი უზენაეს სასამართლოს მხრიდან და იმავე დღით განიხილა სააპელაციო სასამართლომ გააკულაკეს ბრალდებული პირი 300,000 ლარი გადაახდევინეს საპროცესო შეთანხმების შედეგად. ეს დოკუმენტი ადასტურებს, რომ ივანიშვილის ხელისუფლება მოსვლიდან რამოდენიმე კვირაში მიდრეკილი იყო, რომ სამართლიანი სასამართლოს პრინციპი საქართველოში არ ყოფილიყო დაცული. კერძოდ, ქალბატონ თია წულუკიანს ზაზახატიაშვილი ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე წერდი. მოცემულ საქმეზე ჩატარდეს ეფექტური გამოძიება. გასარკვევია, როგორ მოხდა საქმე სააპელაციო სასამართლოში. ესო გამორიცხულია, რომ სააპელაციო სასამართლოში ერთ დღეში მოხვედრილა საქმე. გაიერა თუ არა კანცელარია, როდის ჩააბარა პროკურორმა საპროცესო შეთანხმების შესახებ დოკუმენტი კანცელარიას. ვინ დააწერა უზენაეს სასამართლოდან დაბრუნებული საქმე სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებს. როგორ გაფორმდა იმავე დღეს საპროცესო გარიგება საპატიმრო დაწესებულებაში. რომელ საათზე მოხდა საპროცესო შეთანხმების გაფორმება. პროკურორმა წინასწარ საიდან იცოდა უზენაეს სასამართლო რა გადაწყვეტილებას გამოიტანდა და უწერდი წულუკიანს, რომ საქმე გვაქვს ჯგუფურ დანაშაულში, თან რომელშიც მონაწილეობდნენ მოსამართლეები და პროკურორები. მე მინდა უთხრა ქალბატონ თიას, რომელიც რამოდენიმე თვის განმავლობაში მოძღვრავდა საგამოძიებო კომისია რო შეექმნა პარლამენტში, რომ აუცილებლად ქალბატონ თია შეიქმნება საგამოძიებო კომისია, როდესაც ივანიშვილის რეჟიმი დამთავრდება. და 2012 წლის 13 ნოემბერს შეტანილი ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის განცხადება და წარდგენილი მტკიცებულებები, რომ ერთ დღეში სასამართლოებს გამოჰქონდათ განაჩენები და განჩინებები და აკულაკებდნენ ადამიანებს და 300,000 ლარს ახდევინებდნენ და ამაზე გენერალურმა პროკურორმა და იუსტიციის მინისტრმა არ გააკეთა არანაირი რეაგირება. ამაზე ყველა ადამიანს მე მინდა გითხრათ, ყველა მოსამართლეს, ყველა პროკურორს მოგიწევთ პასუხის გაცემა. ზუსტად აი ასეთმა უკანონო გადაწყვეტილებებმა სასამართლოს მხრიდან, რომელსაც არ აქვს დასასრული, გადამაწყვეტინა წაუყვანო ზაზახატიაშვილმა გადაცემა არასამართლიანი სასამართლო. ეს მარტო არ ეხება სააკაშვილის რეჟიმის დროს გამოტანილ გადაწყვეტილებებს, აი რამოდენიმე თვის უკან
ბათუმის სასამართლოს მოსამართლე გულიკო გაჟაშვილმა პირადად ჩემ საჩივარზე, სადაც ვითხოვდი, რომ გამოყენებული ყოფილი უზრუნველყოფის ღონისძიება ვინაიდან შეპეცე შეუვარდნენ და გაუთიშეს წყალი კვების ობიექტ ზაფხულში და მოვითხოვდი, რომ მომხდარიყო წლის აღდგენა და ზაზახატიაშვილი წერდი, რომ ეს იყო ვანდალური აქტი. სასწაული მოხდა მოსამართლე დამეთანხმა განჩინებაში, რომ ეს იყო ვანდალური აქტი, მაგრამ მაინც არ დამეკმაყოფილა საჩივარი. ეს არის ჩემი აზრით სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა. საქართველოში მოსამართლეთა დისციპლინარული პასუხისმგებლობის კანონმდებლობა ფაქტობრივად არ არსებობს. მე მინდა ვთქვა, რომ მოსამართლეს ვერანაირად ვერ მისცემ პასუხისმგებლობაში დისციპლინარული გადაცდენის ჩადენის გამო, როცა მას გამოაქვს უკანონო გადაწყვეტილება. ვერ მისცემს მას პასუხისმგებაში ვერავინ, გარდა გენერალური პროკურატურისა, სადაც მე ზაზახატიაშვილი ვაპირებ, რომ მოვთხოვ მოსამართლის მიმართ, კონკრეტული მოსამართლის მიერ სისხლის სამართლეობის დაწყება, რომელიც რა თქმა უნდა იქნება თანამშრომლობებული, მაგრამ მე მინდა უთხრა ყველა იმ მოსამართლეს, გულიკო გაჟაშვილს და მის მსგავს მოსამართლეებს, რომ ხელისუფლება, როცა შეიცვლება, ეს თაროზე შემოდებული საქმეები იქნება განხილული. ვანდალიზმით პატივცემულო ტელემაყურებლებო იცით რა არის. როცა მოსამართლე თვის, რომ მოხდა ვანდალური აქტი და ამაზე არ აქვს რეაგირება, მე ვფიქრობ, რომ მის მიმართ, როცა გავადრო, აუცილებლად გატარდება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები. 2 თვეზე მეტია საქმე არის გასაჩივრებული ქუთაისის აპელაციო სასამართლოში და იქიდან არანაირი პასუხი არ მიგვიღია. არის თუ არა ეს კონვენციის მე-6 მუხლის დარგვა, ანუ სამართლიან სასამართლოს უფლების დარგვა. რა თქმა უნდა არის, მე არ შევდივარ იმაში, მოსამართლემ რა გადაწყვეტილება მიიღო, იმიტომ რომ მოსამართლეს თავის გადაწყვეტილების გამო ძალიან ძნელია რომ შეეთავო, იმიტომ რომ ის არის მოსამართლის გადაწყვეტილება, მაგრამ როცა მოსამართლე ადგენს, რომ ეთანხმება ზაზახატიაშვილს, რომ ეს იყო ვანდალური აქტი და ამაზე არ აქვს რეაგირება, ეს უყვარი კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევა და მე ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი მოსამართლე სავარაუდოდ დაჯდება საბრალდებოს კამზე, თუ ჩვენ ქვეყანაში გვეფრისება სამართლიანი სასამართლო. დღეს პატივცემულო მაყურებლებო, სამართლიანი სასამართლოს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან რგოლზე ადვოკატთა კორპუსზე ვისაუბრებთ, ვინაიდან ძლიერი ადვოკატთა კორპუსის გარეშე არ არსებობს სამართლიანი სასამართლო. ძალიან დიდ პრობლემებს განიცდის ადვოკატთა კორპუსი. აქედან გამომდინარე, მე მოვიწვიე სტუდიაში საკმაოდ ცნობილი ადვოკატი, უფლებადამცველი ფრიდონ სიხუაშვილი, რომელიც არის ერთადერთი ადვოკატი მამაკაცი, ქალბატონ კლარა შუკვანთან ერთად, რომლებმაც 2016 წელს ვარშავაში, პოლონეთში, ევროპის ადვოკატთა ასოციაციის და სამართლის საბჭოს პრეზიდენტისაგან, მარია სლაზაკისაგან და პოლონეთის ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტისაგან მიიღეს პოლონეთის ადვოკატთა ასოციაციის უმაღლესი ჯილდო ბროლის გული ადვოკატთა უფლებების დაცვისთვის. ბატონი ფრიდონის მოწვევა ასევე ჩემთვის მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ 4 დღეში გაიმართება 2025 წლის 14 დეკემბერს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის, აღმასრულებელი საბჭოს ეთიკის კომისიის და სარევიზიო კომისიის არჩევნები, სადაც ბატონ ფრიდონ სიხუაშვილი არის ნომინირებული აღმასრულებელი საბჭოს წევრის სტატუსით ირაკლი ხანდაშვილის გუნდის მხრიდან. მე მინდა ბატონო ფრიდონ პირველი კითხვით მოგმართოთ თქვენ, როგორც უფლებადამცველი, რომელიც წლების მანძილზე იდექით საქართველოში თუ საქართველოს ფარგლებს გარეთ ადვოკატის უფლებების დაცვის კუთხით. აპროტესტებდით ძალადობას ადვოკატებთან მიმართებაში. რა მიზნებით მიდიხართ ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელ საბჭოში და რას გვპირდებით ჩვენ ადვოკატებს,
რომ თქვენი არჩევის შემთხვევაში ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო გახდება თუ არა უფრო ქმედითი და უფრო მეტად დაცული იქნება თუ არა ადვოკატის უფლებები საქართველოში. მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისათვის. ნამდვილად ჩემთვის დიდი პატივია თქვენს საავტორო გადაცემა, რომელიც დღეიდან იწყებს და ყოველდღე შაბათს და მე მერგო წილად ის პატივი რომ თქვენს პირველ გადაცემაში ყოფილიყავი სტუმრად, უღმესი მადლობა. მინდა გითხრათ ბატონო ზაზა და ორი სიტყვით პირველ რიგში სანამ გადავალ თუ რას პირდებით ჩვენ ადვოკატთა კორპუსს, ჩვენი გუნდი ბატონი ირაკლი ყანდაშვილის თავმჯდომარეობით, ჩვენი გუნდი რას გავაკეთებ და რა იქნება და რა არის ჩვენთვის პრიორიტეტი, გამოვეხმაურები აი ამ გადაცემას, თქვენს ინიციატივას და აი ნამდვილად არასამართლიანი სასამართლო და რამოდენიმე წუთი შევჩერდები, გეტყვით რომ ეს არის დროული და საჭირო, აუცილებელი, სასიცოცხლო მნიშვნელოვანი, რომ ვისაუბროთ იმ პრობლემებზე, თუ რა პრობლემის წინაშე დგავართ, როგორც მართლმსაჯულებაში შემოვალი ყველა რგოლი და მით უმეტეს ჩვენ ადვოკატები და ამის შემდეგ საზოგადოება. რა სიტუაციების წინაშე ვართ და რატომ არის ეს იმდენად მნიშვნელოვანი, როგორც ჩვენი პროფესიისთვის, საზოგადოებისთვის, ასევე მართლმსაჯულებისთვის, ხო? რა თქმა უნდა, გეთანხმებით და ჩვენ ათობით წლებია, რაზედაც სისტემატურად არ ვჩერდებით და ვსაუბრობთ თუ რა ხდება მართლმსაჯულებაში და სასამართლო ხელისუფლებაში, ასევე პროკურატურაში, თუ როგორ ხდება მართვა ამ პროცესების, თუ რამდენ ბარიერები იქნება, ხელოვნური ბარიერები, რომ ჩვენ ხელი შეგვეშალოს ადვოკატებს მუშაობაში, ხელი შეგვეშალოს, რომ ვერ მოვახდინოთ სწრაფი, ეფექტური დაცვა ჩვენი დასაცავი პირების, ჩვენი მარწმუნებლების, ჩვენი დაცული პირების, როგორც სისხლის სამოქალაქო ადმინისტრაციული კუთხით. თქვენ წარმოიდგინეთ ახლა რა პრობლემა, როცა მოქალაქე მიდის სასამართლოში და მას სურს, რომ სწრაფად მოხდეს მისი უფლებების რეალიზება სასამართლოს და მართლმსაჯულების დაცვით და იქ რომ მას უწევს წლები და თქვენ წარმოგიდგენიათ ახლა რომ 2 წელი, 3 წელი რო პირველ ინსტანციას ვერ გაივლის საქმე სამოქალაქო ადმინისტრაციის კუთხით. ან კიდევ მიდივართ სისხლის ადვოკატები, ხო, ვაყენებთ შუამდგომლობას, ბატონო ზაზა. შევდივართ სასამართლოში ერთადერთი იმედით, რომ ის შუამდგომლობები, ის წინადადებები, ის საგამოძიებო მოქმედებები თუ საპროცესო მოქმედებებს, რასაც ჩვენ ვერ ვახერხებთ პროკურატურის და საგამოძიებო ორგანოების მეშვეობით და ცალსახად პირდაპირ და მარტივი პასუხია, რომ თქვენ გაქვთ კანონით უფლება, თქვენს მოიპოვოთ მტკიცებულება, ამიტომ თქვენ თვითონ წადით და მოიპოვეთ. ჩვენ ვიცით, რომ უმრავლესობა მტკიცებულებები მოპოვება საჭირო არის განჩინებები, სასამართლოს განჩინებები, ხო? ელექტრონული მოწყობილობებიდან გამოთხოვა იქნება ეს დაუშვათ სახელმწიფო ინსტიტუტებისგან და ასე შემდეგ, ხო? ყველა საგამოძიებო თუ საპროცესო მოქმედებას იქ სადაც საჭიროა სასამართლო განჩინება, თქვენ შეგიძლიათ დამიჯეროთ და მე მინდა საზოგადოებას უთხრა, რომ 100%-დან 98-99% სასამართლო გვეუბნება უარს. რა არის ეს? ეს ხდება მიზანმიმართულად, რომ მაშინ როცა 98% პროკურატურისა კმაყოფილია. რა თქმა უნდა, თქვენ წარმოიდგინეთ ბატონო ზაზა, რომ ჩვენ ადვოკატებს შეგვაქვს 5-10 გვერდიანი შუამდგომლობები დასაბუთებული თავისი მტკიცებულებებით და გვეუბნება ამა თუ იმ საგამოძიებო მოქმედებაზე სასამართლო უარს, პროკურორი მიმართავს მხოლოდ ერთი თაბახის ფურცლით, რომ ჭირდება ეს და აღნიშნულზე სასამართლო უპირობოდ არანაირი მტკიცებულებების წარდგენით ხდება მათი შუამდგომლობების დაკმაყოფილება, ხო? თქვენ წარმოიდგინეთ 2 დღის წინ გუშინ მოხდა ესეთი რამ, რომ 10 წელია საგამოძიებო ორგანოში არის საქმე, 5 წელზე მეტია თითქოს და მიმდინარეობს გამოძიება, პიროვნებას ქალბატონს
კვადრატულ მეტრს დავა, რომელიც არის სუბთა წმინდა სამოქალაქო ადმინისტრაციული კუთხით. სადაო ბრალდებამ პროკურატურამ წაუყენა ბრალი და ეხლა თურმე 10 და 5 წლის მანძილზე ვერ მოაგროვა მტკიცებულებები და ეხლა კიდე საგამოძიებო ვადის გაგრძელებაზე მიმართა სასამართლოს და სასამართლომ დაუკმაყოფილა. წარმოგიდგენია, სასამართლომ დაუკმაყოფილა 10 წლის მერე კიდევ საგამოძიებო ვადა ჭირდება თურმე რომ საქმე გამოიძიოს. მაშინ როდესაც ჩვენ დასაცავ-პირებს სისხლის სამართლის საქმეზე, ხო? შესაძლებელია რომ ბრალი, აი ჩვენ 5-6 დღით ადრე ხო უნდა წარმოვადგინოთ მტკიცებულებები სასამართლოში გაუცვალოთ ერთმანეთს ინფორმაცია, ხო? ამ შემთხვევაში ყოფილა არაერთი ასობით საქმე, სადაც ბრალდებას ბოლო დღეს წარუდგენია ჩვენთვის დაზუსტებული ბრალი, ჩვენ დასაცავ პირზე და ჩვენთვის სასამართლოს უფლებაც კი არ მოუწია და საშუალება იმისა, რომ დაზუსტებულ ბრალზე ხელახალი ვადა გაგრძელებულიყო, რომ მოგვეპოვებიან მტკიცებულებები, ახალი მტკიცებულებები და ქონოდა საშუალება შეპასუხების. ეს და კიდევ უამრავი ათობით შემიძლია უსასრულოდ ვისაუბრო თუ რა ბარიერებს გვიქმნიან რომ ჩვენ ვერ მოვახდინოთ უფლებების დაცვა სასამართლო. ეს არის არასამართლიანი სასამართლო ზუსტად ბატონო ზაზა რომ ამითი უკვე გადავიდი შუამდგომ სასამართლოს დარბაზში და ამიტომ ჩვენ როცა ვსაუბრობთ ამაზე და ჩვენ როცა უთითებთ მოსამართლეს რომ ირღვევა უფლება, ირღვევა დაცვის უფლება, ირღვევა სამართლიანი სასამართლოს უფლება, ამის შემდეგ მოსამართლეები გადადიან მუქარაზე, დაშინებაზე, ადვოკატის გაძევებაზე, შემდეგ გვახსენებენ რომ შესაძლებელია პატიმრობაც კი იქნეს გამოყენებული და ასე შემდეგ და ყველაფერს აკეთებენ იმისათვის რომ მიკერძოებულად ბრალდების პოზიცია დაიცვან ამ შემთხვევაში მათი უარგუმენტო წარდგენილი მტკიცებულებებს მისცენ შესაბამისად და მაქსიმალურად პროცესზე რო ვზივარ გონია რომ ორი პროკურორი მიზის პროცესზე ერთი ბრალდების ხარის წარმოადგენელი მესამე მანტიაში მოსამართლის სახით ამ შემთხვევაში ყოფი პირი. აქედან გამომდინარე ეს არის უდიდესი პრობლემა. უდიდესი პრობლემა არის სამოქალაქო ადმინისტრაციულ საქმეებზე, როდესაც ადმინისტრაციულ ორგანოებს პირდაპირ უპირატესობას ანიჭებენ მოსამართლეები. მე არ მინდა ყველაზე 100% ვისაუბრო, არის რამოდენიმე ობიექტური მოსამართლეები და ხდება, მაგრამ ეს იმდენად უმნიშვნელოა ბატონო ზაზა, რომ ძირითადი 90 და მეტი პროცენტი ხო ხდება ზუსტად ის უსამართლო გადაწყვეტილება, განჩინება იქნება თუ განაჩენები გამოაქვს სასამართლოს და ფაქტობრივად დღეს ჩვენი საზოგადოება არის და უწევს არასამართლიან სასამართლოში ბრძოლა და ასევე ჩვენ ადვოკატებს გვიწევს ბრძოლა. ამიტომ მე მინდა გითხრათ რომ და თქვენ აღნიშნეთ როგორც საქართველოს ასევე საქართველოს პარლამენტის გარშე ერთადაც ბევრი აქციები ჩაგვიტარებია, ერთადაც გვიბრძოლია ადვოკატის უფლებებისთვის. მე როგორც ადვოკატის უფლებადამცველი, ასევე მოქალაქეთა და უფლებადამცველი ადვოკატი, მე ჩემი მიზანი ზუსტად ეს არის. საბჭოში მოსვლა იმ ჩვენ გუნდთან ერთად. ბატონი ირაკლი ყანდაშვილი და მე მინდა ცალსახად და თამამად ვამბობ რომ ჩვენ ვართ გამარჯვებულები. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვეთ. ირაკლი ყანდაშვილი არის უპირობო ლიდერი კანდიდატებს შორის, ის აუცილებლად გახდება საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე. მან იცის და რატო ვართ ჩვენ ერთად, რატო ვართ ერთი გუნდი და ის ჩვენ დანარჩენი გუნდის წევრები, ყველა ერთად ჩვენ ვართ ის ძალა, რომელსაც გვაქვს უდიდესი გამოცდილება. ბატონ ირაკლი ყანდაშვილს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის განვითარების, ადვოკატის უფლებების, ადვოკატის როლთან მიმართებაში საადვოკატო როგორც პრაქტიკული საქმიანობა იცის ყველა პრობლემა, თუ სად რა პრობლემები არის, იცის ადვოკატთა ასოციაციას რა ჭირდება კიდევ უფრო მეტი განვითარებისთვის. ჩვენ ძალიან დიდი გზა გავიარეთ. ამ 20 წლის მანძილზე ბატონო ზაზა, თქვენი თავმჯდომარეობის შემდეგ დავით ასათენის თავმჯდომარეობის პერიოდში ამ 20 წელიწადში ვერავინ ვერ იტყვის იმას, რომ ჩვენი ასოციაცია სადმე შეფერხდა, რაიმე შეფერხება იყო, რომელიმე ადვოკატის უფლება იყო დარღვეული და ჩვენ არ დავდექით მის გვერდით. ამიტომ ის სასწავლო განრძობადი
იურიდიული განათლება, ის ტრენინგები, ის სასწავლო ცენტრის განვითარება, ადვოკატებისთვის მიცემა, იმ თითოეული თქვენ კარგად იცით და მინდა მე ადვოკატებს შევახსენო და ასევე თქვა და გავიხსენოთ, რომ ჩვენ როგორც უფასოდ საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია აკეთებდა, რომ ადვოკატები მუდმივ რეჟიმში ყოფილიყვნენ, იმ განახლებული საკანონმდებლო ცვლილება იქნებოდა თუ პრაქტიკული ამ შემთხვევაში პრაქტიკაში მათი განვითარება შემოსული ადვოკატები იქნებოდნენ ახალგაზრდა ადვოკატები თუ მოქმედი ადვოკატები რომელიც წლებია ჩვენ პროფესიაში ვართ ჩვენ ქონოდა მუდმივად გადამზადების მუდმივად სიახლეების გაცნობის ასევე თქვენ კარგად იცით ზაზაბატონო რომ გვეკითხებოდა კიდევაც ასოციაცია თუ რა უფრო მნიშვნელოვანი თემა საკითხი შეიძლება ყოფილიყო რაზედაც ჩვენ გვინდოდა და გვექნებოდა სურვილი რომ მოგვესმინა ტრენინგი ჩატარებულიყო და ჩვენ ამას ვიღებდით რა თქმა უნდა და რა უნდათ ისევ გეკვა და ამ ყველაფერს აი ამ კუთხით ედგა სათავეში ჩვენი ირაკლი ყანდაშვილი ჩვენი თავმჯდომარეობის კანდიდატი და ჩვენ ასევე თქვენ კარგად იცით რომ სულ ცოტა ხნის რამოდენიმე დღის წინ ქონდა ჩვენი გუნდის პრეზენტაცია ჩვენ ქონდა და მოვისმინეთ ბატონ ირაკლის ხედვები მისი პრიორიტეტები და ის რომ ჩვენ თუ როგორ ხედავთ ჩვენი კიდევ უფრო წინსვლის და განვითარების გზებს ის რომ ადვოკატის როლი უნდა იყოს რა თქმა უნდა უფრო მაღალი და მაღალი სტანდარტით უნდა ვიმუშაოთ ჩვენ ადვოკატებმა ჩვენი ამ შემთხვევაში მართლმსაჯულებაში ჩვენი როლის უფრო გაძლიერებისთვის ის რომ ჩვენ გათანაბრებული ის საკანონმდებლო ხარვეზი რაც არის ამ შემთხვევაში ჩვენ მართლმსაჯულების გოლში ჩვენი როლი რაც შეიძლება მაღალ დონეზე და გათანაბრებული იყოს როგორც სასამართლოს ასევე პროკურატურასთან მიმართებაში ის რომ სოციალური დაცულობა ჩვენიც და იქ საპენსიო გათანაბრება მოხდეს ადვოკატების და ასე შემდეგ უამრავი და არ ვიცი ხა ჩვენ რამდენად გვაქვს ეს დრო აი ამ ეთერში მაგრამ მე მინდა რომ გითხრათ რომ იმდენად კიდევ ამბობ რომ როგორც ბატონ ირაკლის ასევე გუნდს გამოცდილება გვაქვს ჩვენ აი ამ ყოველი მიმართულებით მუშაობის რომ ჩვენ ყველა დანაპირებს რასაც ჩვენ პირდებით ჩვენს კოლეგებს იმას აუცილებლად შევასრულებთ ჩვენ არ ვაპირებთ რომ ცრუ დაპირებები ან ჩვენი კოლეგები შევიყვანოთ შეცდომაში ჩვენ ვამბობთ იმას რომ სწორი გზით იმ სწორი მიმართულებებით რაც ჩვენ გვაქვს და რაც ჩვენ გუნდს აქვს და ის გადაწყვეტილი უნარიანობა რაც ჩვენ გვაქვს გამოცდილებით აი ამდენი წლების მანძილზე დაგროვილი ჩვენ მზადავართ რომ აი ჩვენი თელი ენერგია მოახმაროთ ჩვენი ასოციაციის განვითარებას ჩვენი ადვოკატის უფლებების დაცვას მე მინდა უთხრა თითოეულ ადვოკატს და ყველას ახსოვს და ყველა მიცნობს რომ არასოდეს მე ადვოკატის უფლებებისთვის ადამიანის უფლებებისთვის უკან არ დამიხევია ბატონო ზაზა მე ყველა დროის ხელისუფლების წინააღმდეგ და ყველა რეჟიმის წინააღმდეგ ვიბრძოდი და გავაგრძელებ ამ ბრძოლას მე მინდა რომ მეტი სიკეთე მოუტანო ჩვენს ასოციაციას ჩვენს ადვოკატებს მე მუდმივად ვიყავი მზად და დღესაც არაერთი ადვოკატის გვერდში ვდგავარ და ვიბძვი მათი უფლებებისათვის და იციან ეს ჩემი კოლეგებმა და აქედან გამომდინარე ამაზე არ შევჩერდები რა არის ჩვენი მიზანი ასოციაციის განვითარებასთან ერთად მაღალ საკანონმდებლო დონეზე აყვანა ჩვენი უფლებების დაცვის ხო ჩვენ ბატონ ირაკლის ინიციატივა კარგად მოისმინა ადვოკატთა კორპუსმა კარგად ესმის საზოგადოებას რომ პირველი და მთავარი კონვენციის რატიფიცირება ადვოკატის უფლებების რომელზედაც მე ძალიან კარგად მახსოვს ბატონო ზაზა თქვენით დაწყებული იმ 2012 წლიდან ჩართული მაშინდელი ლიდერობით ეს ბატონი ჩამოვიყვანეთ მაშინ მარიას ლაზაკი ევროპის ადვოკატთა ასოციაციის სამართლის საბჭოს პრეზიდენტი საქართველოში და ადვოკატები მე რომ ამბობდი რომ ევროპის საბჭოს თხოვდით რომ შექმნილიყო ადვოკატთა უფლებათა დაცვის კონვენცია
დაფსინოდნენ და გვეუბნებოდნენ რომ ეს არის პოპულიზმი და აი 12-13 წელი ვიბრძოლეთ ადვოკატებმა და 2025 წლის მარტში ევროპის საბჭომ დაამტკიცა კონვენცია ადვოკატის უფლებათა შესახებ სადაც სახელმწიფო არის ვალდებული მიაქციეთ ამას ხელი შეუწყოს რომ ადვოკატმა თავისი საადვოკატო უფლებამოსილება განახორციელოს შიშის დაშინების და ჩარევის გარეშე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პატივცემულო საზოგადოება, თუ ადვოკატი დაცული არ არის, ის რა თქმა უნდა თქვენ ვერ დაგიცავთ. ამიტომ მისი რატიფიცირება, რომ დაიწყო ირაკლი ყანდაშვილმა ყველა შეხვედრაზე და თქვა, რომ აი რატიფიცირებისთვის სჭირდება მე ხელმოწერები, ეს არის პირველი ნაბიჯი და შემდეგ აუცილებლად ხელისუფლებას მოთხოვთ, რომ მოხდეს ამის რატიფიცირება. მე ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან დიდი ნაბიჯი ადვოკატთა უფლებების დაცვისთვის. მე ვფიქრობ, რომ ზაზახატიევშვილმა, ირაკლი ყანდაშვილმა, პრინონ სიხუაშვილმა, ტარიელ კაკებაძემ და სხვებმა პერსონიფიცირება არ უნდა მოხდეს ადვოკატთა უფლებების დაცვით. ადვოკატი უნდა დაიცვას კანონმა, ადვოკატი უნდა დაიცვას კონვენციამ. ამიტომ მეც მივესალმები ირაკლი ყანდაშვილის საკმაოდ გაბედულ ინიციატივას, რომ რაც შეიძლება მალე მოხდეს ევროპის საბჭოს კონვენციის რატიფიცირება და უკვე ევროპული საბჭოს კონვენციის დონეზე, რომელსაც აქვს უპირატესი ძალა შენ კანონმდებლობასთან მიმართებაში დაცული იყოს ადვოკატის უფლები. ეს არის ერთ მნიშვნელოვანი ძალიან დადებითი მოვლენა. ასევე ბატონო ზაზა ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ ყველამ ერთად მოვისმინეთ ბატონ ირაკლის ინიციატივა, რომ არ უნდა იყოს ფიზიკური პირი ადვოკატის მეწარმეებთან გათანაბრებული და არ უნდა ხდებოდეს მისი აი ამ კუთხით დღგ-ს და ასე შემდეგ დაბეგვრა აღნიშნულთან დაკავშირებით და ზუსტად ამას ვსაუბრობ, რომ ბატონმა ირაკლი ყანდაშვილმა და ჩვენ მისმა გუნდმა ჩვენ კარგად ვიცით სად არის ის დიდი პრობლემები, სად არის ის გამოწვევები, რითაც უნდა აუცილებლად ინსტიტუციონალურად გაძლიერდეს ასოციაცია და პლუს ადვოკატი იყოს დაცული და ადვოკატების ცხოვრება გაუმჯობესდეს, ადვოკატის იყოს ამ ქვეყანაში დაცული, ახდებოდეს ადვოკატზე თავდასხმა, ადვოკატის შეურაცხყოფა, ადვოკატის დარბაზებიდან გამოძევება, ის რომ ადვოკატის საქმიანობა იყოს ხელშეუხებელი, რომ ჩვენ გახსოვთ თქვენ ბატონო ზაზა უკვე პრეცედენტიც კი შევქმნით რამოდენიმე იმისა, რომ ადვოკატის საადვოკატო საქმიანობის ხელშეშლაზე კონკრეტული პირები და ეს თქვენ ასევე დიდი წვლილი გაქვთ ამაში შეტანილი და ჩვენ ყველას ასოციაციას ადვოკატებს და ჩვენ და ზუსტად აი ბატონ ირაკლის და ჩვენი გუნდის გზავნილი ჩვენ კორპუსთან და ჩვენ კოლეგებთან არის ერთი რამ, რომ ყველა ერთისათვის და ყველა ერთი ყველასათვის რას მოიცავს ეს, რომ ჩვენ თუ ერთად არ ვიდექით ჩვენი კორპუსი, ჩვენ ამ ყველაფრის ერთობლივად გადაწყვეტა, ერთობლივად აი ამ ყველა პრობლემებზე მუშაობა და ასოციაციაში შექმნილი კომიტეტები აუცილებლად გახდება, აუცილებლად იმუშავებენ იმ კუთხით, რომ ის საკანონმდებლო ინიციატივები, ცვლილებები რაც შეიძლება უნდა გატარდეს, რომ ადვოკატი იყოს დაცული და ადვოკატის პროფესიაში ვერავინ ვერ გაბედოს შემოჭა და ვერავინ ვერ გაბედოს ადვოკატის დაშინება და ასე შემდეგ და მან არავინ არ ეს აუცილებლად გაკეთდება, ჩვენ ამ პირობას აუცილებლად შევასრულებთ და ყველა კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ჩვენ არ ვსაუბრობთ ისეთ რამეს, არც ბატონი ირაკლი ყანდაშვილი და არც მისი გუნდი და კიდევ ერთხელ ვამბობ, მე ჩემი საბჭოში არჩევის შემთხვევაში მე ისე გაორმაგებულად, გაათმაგებულად ვიქნები თუ არა მე ადვოკატთა ასოციაციის აღმავლობის საბჭოში, იციან მიცნობს ჩემი კოლეგები, რომ მე კვლავ გავაგრძელებ ადვოკატის უფლებების დაცვას საქართველოში იქნება თუ საქართველოს გარეთ და მე ის რაც ნანახი მაქვს თუ როგორ იბრძოდით თქვენ, როგორ იბრძოდა დათო ირაკლი, მე თქვენთან ერთად ჩემი ხარჯებით რამდენჯერ ჩვენ გაგვიმართია აქცია, ეს იყო ბრიუსელში, ვენაში, პრაღაში და ადვოკატების და თავისი თითოეული და უბრალოდ გულსატკენია ის, რომ ის ადვოკატები, რომლებსაც ჩვენ ვიბრძოდით და ვიბრძვით, რომ ამ ადამიანებმა ეს აიღონ იმ კუთხით, რომ როდესაც
ასოციაციას თუ კონკრეტულ ადვოკატს რაიმე საჭიროებები ექნება, დადგენ მათ გვერდზე. ჩვენ არ მომოწონთ, ჩვენ ამას ვაკეთებთ იმის გულს, ჩვენ ეს არც თქვენ არასოდეს არ გაგიკეთებიათ რაიმეს სანაცვლოდ. ეს ჩვენ ვაკეთებთ იმიტომ რომ თითოეული ადვოკატი და ჩვენ ინსტიტუტი იყოს დაცული და რომ ვერავინ ვერ გაბედოს ვერც სახელმწიფომ ვერც სხვა ინსტიტუციებმა ადვოკატთა ასოციაციას თავდასხმა და ხელშეშლა საადვოკატო საქმიანობაში. ვფიქრობ რომ კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ, ჩვენ გვაქვს სწორი პროგრამა, ჩვენ გვაქვს სწორი გზა, სამართლიანი გზა. აი ის რაც მე ჩამოთვალე დასაწყისში რომ ჩვენ ყველა მიმართულებით ეს სისხლის სამოქალაქო ადმინისტრაციული სასამართლო იქნება ეს პროკურატურა იქნება ის პრობლემები ის ბარიერები თქვენ წარმოგიდგენიათ რომ ადვოკატებს ჭიშკარი დაუკეტო, შესასვლელი კარი დაუკეტო სასამართლოს ეზოში და მე განცხადება საჩივარი მაქვს მე და ბატონ მამუკა იაშვილს შეტანილი რომ გაგვიხსნან ისა რა ქვია საქალაქო სასამართლოს ის პატარა ზემოდან ჭიშკარი რომელშიდაც შევდიოდით ადვოკატები და ბევრად და ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ სასამართლო მიხელა ბარიერის შექმნა და ჯერ ხო გასაჩერებელი არსად არ არის მანქანის მამას ემატება ის რომ ფეხით მოსარული ადვოკატი ის უკვე გადაადგილებას საფრთხის შეცვლილია დიდია თუ პატარა მანქანა ყველა ისე მოძრაობს რომ შესაძლებელია ნებისმიერ დროს ნებისმიერი ადვოკატი და ნებისმიერი მოქალაქეს რაღაცა მე პირადად ორჯერ გადავჭი რომ ჩემთვის მანქანას არ დაერთხა რა და ეხლა იმხელა აუგზალეს აგრძალეს ყოველნაირი, აი ყოველგვარ ბარიერებს ქმნიან იმისათვის, რომ ჩვენ შეგვექმნას პრობლემა, დისკომფორტი აი ამ სასამართლოებში ამ შემთხვევაში მისვლის გადაადგილების და ასე შემდეგ პროცესების დაგვიანებაზე აღარაფერს ვამბობ, ჩვენ დრო დავიგვიანოთ ადვოკატებმა ამაზე შეიძლება დაგვაჯარიმონ, შეიძლება რავი, ყველაფერი შეიძლება მოსამართლემ გამოიყენოს, ხოლო ჩვენ ადვოკატები როცა ვზივართ და ველოდებით საათობით, ეს არაფერი არ არის, თითქოს ჩვენ სხვა საქმე არაფერი არ გვაქვს და ამიტომ უნდა ვიყოთ მორჩილები და ეს ასე არ იქნება, ჩვენ ამ კუთხით ძალიან დიდ ბრძოლას და ძალიან დიდ მუშაობას გავატარებთ, რა თქმა უნდა, დავიწყებთ დიალოგით, როგორც ჩვენი თავმჯდომარეობის კანდიდატი და ბატონ ირაკლი საუბრობდა, რომ აუცილებლად გვექნება ინიციატივები საკანონმდებლო, აუცილებლად გვექნება საუბარი, აუცილებლად გვექნება მოთხოვნები, აუცილებლად გვექნებით კატეგორიულები, ის რაც ჩვენს უფლებებს, ჩვენ ყოფას ჩვენ მდგომარეობას შეეხება, ამაში იქნება უკომპრომისო ბრძოლა და ვიბრძოლოთ ბოლომდე. მე მაქვს ჩემი კორპუსის და ჩვენი კოლეგების ძალიან დიდი იმედი, რომ ნამდვილად უკვე ღია და უკვე დაუფარავია თითოეული ჩვენთაგანის პროგრამა, თითოეული ჩვენთაგანის ხედვა. მე უკვე ვიცი, რომ ყველა ადვოკატს უკვე ჩამოყალიბებული აქვს თავისი არჩევანი და თუ კი ვინმე კიდევ არის არჩევნის მოლოდინში ის რომ კიდევ ფიქრობს თუ რომელ კანდიდატურას დაუჭიროს ხარი, მე მიმართავ ყველას, რომ კარგად გაეცნოს ჩვენს პროგრამას, ჩვენი თავმჯდომარეობის ირაკლი ყანდაშვილის მიერ გაჟღერებულ ინიციატივებს, რომელი ინიციატივებს თითოეული და კიდევ ამბობ, იმდენად მრავალფეროვანია და იმდენად დიდია ეს ყველა ინიციატივები, ამის ჩამოთვლა ესე უმოკლეს დროში ძალიან გამოჩნდება. მე მინდა ერთი რამე გითხრათ, უყურეთ, მე რაც მომეწონა, როგორც უფლებადამცველ ადვოკატს, რომელიც სააკაშვილის რეჟიმმა გააუქმა. 2005 წლამდე ადვოკატთა შესახებ კანონში იყო ნორმა, ადვოკატი წინააღმდეგ სისხლის სამართლების დევნის დაწყება შეეძლო მხოლოდ გენერალურ პროკურორს არ მოადგილეს. მოვიდა სააკაშვილი ეს ნორმა გააუქმა და დაახლოებით 178 ადვოკატი მოხდა საპატიმრო დაწესებულებაში, ყველა ადვოკატის მიმართ გაიცა საპატიმრო სანქცია და ყველა ადვოკატის მიმართ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი 100%-თან მიმართებაში და მე რო ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე გავხდი 111 ადვოკატი დამკვდა ციხეში. ანუ აი ეს საკანონმდებლო ცვლილება ფაქტიურად მიზნად ისახავდა იმას, რომ რაც შეიძლება მეტი ადვოკატები მოკვდარიყვნენ ციხეში. კერძოდ ადვოკატებს იჭერდნენ, თქვათ პირი დაწერდა
განცხადებას ცოლი ან დედა ან და რომ იცი რა ადვოკატის 500 ლარი მივეცი და ადვოკატმა ფული გამომართვა იმიტომ რომ პროკურორთან მიეცა. ესე გამოდის რომ ადვოკატმა უფასოდ უნდა დაიწყოს. ეს კარგი ინიციატივაა და ხო ეთანხმებით. რა თქმა უნდა, არა მარტო ვეთანხმებით, არა მარტო ამ მიმართულებით ჩვენი ბრძოლა იქნება უკომპრომისო და ჩვენი მოთხოვნა იქნება ზუსტად რომ აი ამ საკანონმდებლო ცვლილებები დაბრუნდეს ყველა ის სიკეთეები, რითაც სარგებლობდით ჩვენ და უფრო მეც გეტყვით ბატონო ზაზა რომ იმ ბრძოლის შედეგად, რასაც ჩვენ მივაღწიეთ თქვენის თავმჯდომარეობით დღევანდელი თავმჯდომარე მომავალი ბატონი ირაკლის მხარდაჭერით და ბრძოლით ხო რომ ადვოკატები არ მოხდარიყო ადვოკატების მიმართ სწორად ახსენებთ რომ ამდენი ადვოკატი ბრძოლის შედეგად გათავისუფლდა უკვე ადვოკატის მიმართ ესე ადვილი აღარ არის რომ აღძრა სისხლის სამართლის საქმეები დაიწყო და მაგრამ გენერალურ პროკურორმა უნდა აღძრას. კი და გეთანხმებით მაგრამ მე რას ვამბობ დღეს უკვე მინდა გითხრათ რომ ის საშინელება რაც იყო და რაც ვიბრძოლეთ მოვიპოვეთ ეხლა დღევანდელი ისევ პროკურატურა ისევ ცდილობს რომ ხელახლა დააბრუნოს ის პრაქტიკა რომ ადვოკატი დაიბაროს და ადვოკატი დაკითხოს იმ საქმეზე რომელ საქმეზეც ის იყო ამ შემთხვევაში მონაწილეობდა როგორც ადვოკატი და ჩემი ფაქტორი რომ ერთი კვირის წინ როცა მივედი და ჩემ კლიენტს ჩემ დასაცავ პირს მივხევი სისხლის სამართლის საქმეზე მოწმისაკით უნდა დაკითხულიყო ორდერი და უნდა დავსრებოდი მეუბნება გამომძიებელი რომ ბატონო ფრიდო თქვენ ვერ დაგასწრებთ დაკითხვას უნდა დაკითხოთ თქვენ ამ სიცოცხლე მეუბნები ვინ არის თქვენი პროკურორი დაურეკე ეხლა და აიღოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი თქვენ ცალკე აიღეთ ეს კოდექსი და წაიკითხეთ რომ ჩემი დაკითხვის არანაირი უფლება თქვენ არ აგაქვთ ამიტომ როდესაც მე დავიწყე განცხადების წერა რომ ამას გიბედავენ რას უზავენ ახალგაზრდებს მე რომ დავიწყე განცხადების წერა რომ ოფიციალურად მოვთხოვე მისის ვინ იყო რომელი სახელი გვარი ესე და უწერდი რომ მე მოვედი გამოკითხვაზე ჩემ დასაცავ პირთან ერთად და ვითხოვდი რომ მოხდარიყო ჩვენი გამოკითხვა ამის შემდეგ 1 საათი იხილავდნენ 1 საათს მე დავესწრებოდი თუ არა და ამის შემდეგ მითხრეს რომ კარგით ბატონო ფრიდო ბოდიში კი ბატონო დაეცარი დაკითხვა თქვენ წარმოიდგინეთ აი ამის ამოქმედება დაიწყეს უკვე რა აქედან გამომდინარე აი გეკითხებით ეს არის თუ არა სისხლის სამართლის დანაშაული როდესაც ვალდებულებითი ნორმაა რომ ადვოკატი არ შეიძლება დაიკითხოს იმ საქმეზე რომელ საქმეზე ადვოკატი გამოდის როგორც ადვოკატი ახორციელებს ადვოკატოს საქმიანობას ამიტომ ამბობ კონვენციის მე-6 მუხლი მეგობრებო სამართლიანი სასამართლოს უფლება რაზედაც მე ვსაუბრობ ვრცელდება გამოძიების ეტაპზე ევროპის ადამიანთა უფლება სასამართლომ დაადგინა კონვენციის მე-6 მუხლი ეხება სასამართლო განხილვას და გამოძიების პროცესს როცა გამოძიების პროცესში ხდება ადვოკატის ჩამოშორების მიზნით ადვოკატის გამოკითხვა რომ გამოძიება მოიშოროს საქმიდან მისთვის არასასურველი ადვოკატი რასაც ჩემი აზრით თქვენთან მიმართებაში ჰქონდა ადგილი ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული და მე მინდა უთხრა პროკურორებს რომლებიც იღებენ ამ გადაწყვეტილებას სულ ივანიშვილის რეჟიმი არ იქნება ხელისუფლებაში კადაფის რეჟიმი დამთავრდა ჰუსეინის რეჟიმი დამთავრდა აუცილებელი ჩაუშესკოს რეჟიმი დამთავრდა სააკაშვილის რეჟიმი დამთავრდა და ივანიშვილის რეჟიმმა რომ მოგვატყუა რომ სამართლიანი სასამართლო იქნებოდა დაცული მომავალი ხელისუფლება ვეღარ მოგვატყუებს და ყველა ის პირი რომელმაც განიზრახეთ ადვოკატის დაკითხვა იმ საქმესთან დაკავშირებით რომელშიც ადვოკატი მონაწილეობდა და ახორციელებდა საადვოკატო საქმიანობას და თქვენ კანონი ამას გიგზავნებთ ადვოკატის შესახებ კანონი გიგზავნებთ ასევე გაეროს კონვენცია ადვოკატის როლის შესახებ რომელსაც კანონთან მიმართებაში ოპერატივი ძალაკ და ამას მაინც აკეთებთ. მე ვფიქრობ რომ მოვა დრო რომ თანამდებური დანაშაულისთვის დაიჭება ყველა პროკურორი. კიდევ თავარი ინიციატივა ბოდიშვილი ბატონო ზაზა თუ მაქვს დრო როა გავაშკარო სულია რაც არის ბატონი ირაკლი ყანდაშვილის და ჩვენი გუნდის დაპირება და რასაც კიდევ აუცილებლად ამ ეს გარდაუვალია რომ სავალდებულო დაცვასა და კერძო ადვოკატების როლთან მიმართებაში და მათი თქვენ წარმოიდგინეთ ასობით 50-100 საქმე რო იქნება ადვოკატს რომელიც საზოგადოებრივ დიახ ძალიან ძლიერი корпуსი გვაქვს ჩვენ საზოგადოებრივ ადვოკატებს და მე ძალიან კარგი მაგრამ და სახელმწიფო საერთოდ უდღეში დიახ
თქვენ წარმოიდგინეთ რომ ეს ადამიანები რაღაც უსაზღვრო შრომას წევენ აი ძალიან დიდ შრომას წევენ და ნაცვლად იმისა რომ ამ ადამიანებს შეუსუბუქოთ მათი ყოფა ხო ამიტომ ჩვენ და გააშგერდა კიდევაც და აი რისთვისაც უჭერენ ბატონ ირაკლი ყანდაშვილს მხარს ადვოკატები და რატომაც აიტაცეს ეს ინიციატივა რომ გათავისუფლდნენ ამ წნეხიდან ყველა ადვოკატს კონდეს შესაბამისად იმდენი საქმე რა საქმესაც ის გაწვდება მეორე ის რომ ისეთ ადამიანებზე საპროცესო მარტო მხოლოდ და მხოლოდ რომელიც გადახდის უნარიანია და რომელსაც არაფერი პრობლემა არ არის და ეს საკანონმდებლო ხარვეზი არის ჩვენს პროცესში და ამას ჩვენ პირდებით ადვოკატებს აუცილებლად გამოვასწორებთ და ვიმუშავებთ ანუ სავალდებულო დაცვა საპროცესო შეთანხმებასთან აღარ იქნება სავალდებულო არ უნდა იყოს სავალდებულო კი ბატონო ვინაიდან თუ პირი არის გადახდის უნარიანი მას არცერთ შემთხვევაში არ უნდა მიეცეს იმის ფუფუნება რომ სახელმწიფო და ამ შემთხვევაში ერთ რამეს გაგახსენებ მე როცა ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ვიყავ სააკაშვილის რეჟიმის დროს ერთ კაცს გადაახტევინეს 500,000 ლარი და საზოგადოებრივ ადვოკატი იცავდა. ჩვენ მე მგონი ბატონო პრიდონ ძალიან საინტერესო იყო თქვენთან საუბარი ამოგვეწურათ რომ მე მინდა დავემშვიდობო ჩვენ ტელემაყურებელს ყოველ ოთხშაბათ 5 საათზე ჩვენ შევხვდებით ერთმანეთს და წარმოგიდგენთ მტკიცებულებას სამართლიანი სასამართლოს არარსებობის თაობაზე საქართველოში. კარგად წავდებოდეთ.